მოგესალმებით. ალფა სიხშირე აგრძელებს ყოველკვირეულ სამხედრო მიმოხილვებს და განვიხილავთ ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორებიც არის რეგიონული უსაფრთხოება, სხვადასხვა ტიპის სამხედრო მიმართულებები, როგორ ვითარდება და ასე შემდეგ. დღესაც ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ჩვენი მეგობარი ოთო კონჯარია დღესაც არ ესწრება, თუმცა საპატიო მიზეზით ის გმირულად უძღვება ჩვენ სხვადასხვა პლატფორმებს ალფა სიხშირის, რათა თქვენ დროულად მიიღოთ ინფორმაცია ახალი ამბები სწორედ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და დღეს ვისაუბრებთ რუსულ დაზვერვაზე. თუ როგორ მოქმედებს რუსული დაზვერვა, რა გასაჭირი აქვს მაგათ, როგორი წარმატებები აქვს სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ დღევანდელ პოდკასტში შემოგვიმატა პატივცემული სტუმარი ჩვენი შალვა ლომიძე, მოგესალმებით შალვა. ბატონი შალვა არის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი და ამჟამად ის არის GeoCase-ის მკვლევარი და GeoCase-ის ანალიტიკოსი. ბატონ შალვა, სანამ უშუალოდ რაღაც კონკრეტულ კითხვებზე გადმოვიდოდე, მაყურებელს მინდა ვაჩვენო ესეთი ბოლო ინფორმაციები, რაც რუსულ დაზვერვას უკავშირდება და ერთ-ერთი არის ის, რომ პოლონეთში აი მაგალითად უკრაინსკა პრავდა და ასევე Washington Post-იც წერს, რომ პოლონეთში კიდევ ერთხელ მოხდა დააკავეს რუსი აგენტები, რომლებიც სავარაუდოდ დიდი ალბათობით მუშაობდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიზნებს ემსახურებოდნენ. ამავდროულად, ამავე პერიოდში არის კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომ ეს არის უკვე Reuters ინფორმაცია და Reuters ინფორმაცია წერს, რომ ნორვეგიაზე დაყრდნობით, რომ ნორვეგია ასე ვთქვათ, განგაშის ზარი შემოკრა, რომ შესაძლოა გაიზარდოს გარკვეული რუსული სპეცსამსახურული საქმიანობა არქტიკაში და ამას დიდი ყურადღება რომ უნდა დაეთმოს. ამავდროულად კიდევ ერთი ინფორმაცია არის საინტერესო, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთი კარგავს გავლენებს მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული ტრამპის ესე მარშრუტის თემაზე დაიწყო საუბარი არის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით, თუმცა ფინური დაზვერვის სამსახური აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ რუსეთი კარგავს ამიერკავკასიაში გავლენებს, თუმცა საქართველოში გარკვეულწილად ძლიერდება რუსული სადაზვერვო საქმიანობა. ახლა მე მინდა უბრალოდ ზოგადად რო ვაჩვენოთ ბატონო შალვა, თქვენ ნებართვით რას წარმოადგენს რუსული სადაზვერვო, ასე ვთქვათ, ჰიდრა, მრავალთავიანი წარმონაქმნი. ეს არის ევროპის საბჭოს, საერთაშორისო ურთიერთობების ევროპის საბჭოს ვებგვერდი ოფიციალური, ეს არის ანალიტიკური გამოცემა, რომელშიც ნახულობთ, აი ეს არის ესე ვთქვათ, რუსული სადაზვერვო არქიტექტურა. საკმაოდ ცენტრალიზებულია, ყველაფერი ექვემდებარება პუტინს და შედის სხვადასხვა მიმართულება გაშლილია, დელეგირებული, ასე ვთქვათ, მიმართულებები, მაგრამ ძირითადი სადაზვერვო სპეცსამსახურების ძირითადი ასე ვთქვათ, ორგანოები არის ერთ-ერთი მაგალითად დაზვერვის მთავარი დირექტორატი, GRU, ეგრეთ წოდებული, საგარეო დაზვერვის სამსახური, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, ფედერალური დაცვის სამსახური, ესეც სპეცსამსახური, რომელიც პირდაპირ უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარება უსაფრთხოების საბჭოს გავლით. და ასევე არის ანტიტერორისტული კომიტეტი, ასე ვთქვათ. მე ახლა იგივე თემას რო დაუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ბოლო ამბავი რაც იყო კიდევ ის, რომ რუსეთში სპეცსამსახურების მაღალჩინოსანს მოულოდნელად, ასე ვთქვათ, ტყვიების ხარჯებში აღმოჩნდა და შედეგად საავადმყოფოშიც არის და მისი ბედი ახლა რუსი ქირურგების ხელშია. ვივარაუდოთ, რომ ალბათ უკვე გადარჩა, ვინაიდან ის კრიტიკული 20 საათიანი პერიოდი გავლილია, შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ იგი გადარჩება მაღალია. აღნიშნული ოფიცერი არის საკმაოდ ცნობილი ადამიანი, იგი იკავებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას. ეს არის დანაყოფი, რომელიც გამოირჩევა სამხედრო სადაზვერვო ოპერაციების მსოფლიოს მასშტაბით და ეგრეთ წოდებული GRU და ამ პიროვნებას ეკავა საკმაოდ მაღალი თანამდებობა, საკმაოდ ცნობილი
პრიგოჟინის აქციის დროს იგი მოლაპარაკებებში მონაწილეობდა პრიგოჟინთან, გააკვირდა რაღაცა ტიპის თემებში იყო ჩართული. შესაბამისად, ეხლა დღევანდელი კი არა, გუშინდელი აქტი, ალბათ იყო მე როგორც ვიცი, ბოლო მონაცემებით ორი პიროვნება არის დაკავებული, ვინც მასზე თავდასხმას გეგმავდა და ვინც თავდასხმა განახორციელა, დანარჩენი ნახოთ ახლა როგორ იქნება და რანაირად იქნება, სავარაუდოდ ეს ადამიანი გადარჩა. თუმცა ის ფაქტი, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ეს პირველი შემთხვევა არ არის. კი ბატონო. უამრავი ისტორია შეგვიძლია გავეცნო, მაგალითად ოპერაცია აბლაბუდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. კი, როდესაც ძალიან მსუბუქად რო თქვათ, უკრაინის სპეცსამსახურებმა დაჩაგრეს რუსები თავის ტერიტორიაზე. მოდით სანამ უშუალოდ აი ამ პრობლემებზე გადავიდოდეთ, რაც საბედნიეროდ ხშირი არის რუსულ სამსახურებში. მანამ მინდა რომ თქვათ, რა ძირითად სამსახურებზე დგას რუსული დაზვერვა. რუსეთის სპეცსამსახურებია, ასე ვთქვათ, რუსეთის სპეცსამსახურებს თქვენს მიერ ჩამოთვლილ სპეცსამსახურებში მე გამოვხდი სამ ძირითად სამსახურს, ეს არის FSB-ს წოდებული ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ქვეყნის შინით უსაფრთხოების და კონცადაზვერვო სისტემის შექმნასა და მართვაზეა ძირითადად დამოკიდებული, ეგრეთ შეგვიძლიათ ამალმალ ვთქვათ, რომ ეს არის KGB-ს დაახლოებით 70-75% ყოფილი საბჭოთა კავშირის KGB-ს, ასე ვთქვათ, მემკვიდრე. მასში იყო ასევე KGB-ს დროს იყო KGB-ში სუკში, ეგრეთ წოდებული KGB-ში იყო კონცენტრირებული დაზვერვის ფუნქცია, რომელიც დღეს არის დამოუკიდებელ და SVR წოდებული სადავო დაზვერვის სამსახური, რომელიც არის საკმაოდ ძლიერი და ასე ვთქვათ ინტელექტუალური რესურსით დაკომპლექტებული და ყველაზე მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ აგრესიული სადაზვერვო დანაყოფი ეს არის გრუპი, თავარი სადაზვერვო დანაყოფი, სადაზვერვო სამმართველო. თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში შენოვადი ეს დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები. ეს სამი დიდი სპეცსამსახური არის ის დანაყოფები, რომლებიც აწარმოებენ სამხედრო და პოლიტიკური დაზვერვის მიმართულებით აქტიური ინფორმაციის შეგროვებას, მათ შორის გეგმავენ და ახორციელებენ უმაღლესი დონის ოპერაციებს, მათ შორის თავის დროზე ალბათ ხელისუფლების ცვლილებებს, ლიკვიდაციას და ასეთი ტიპის ოპერაციებს. რაც შეეხება FSB-ს, FSB უფსი, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, თქვენის ნებართვით პერიოდულად გიხმარ იმ დამკვიდრებულ ტერმინებს. FSB ძირითადად არის აქცენტირებული ქვეყნის შინით უსაფრთხოების სისტემის შენარჩუნებაზე, დღეისდღეობით რეჟიმის არსებობის გამყარებაზე, პარალელურად ჩართულია მთელი რიგი შიდა პოლიტიკური პროცესების მართვასა და გეგმაში და სხვადასხვა ტიპის აქტიური ოპერაციების განხორციელებაში და ჩემსგან ასეული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს არის ის დანაყოფი, რომელიც მათ შორის აქტიურობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების რესპუბლიკების მიმართულებით, ეწევა მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას. უკრაინის მოვლენების დროს გახსოვთ ესედა, ასეთი ცნობილი პიროვნება, სწორედ მას ჰქონდა ჩაბარებული ინფორმაციის შეგროვება, იგი მუშაობდა საერთაშორისო FSB-ში, მისი ამოცანა იყო უკრაინის ტერიტორიაზე მოსახლეობის განწყობებისა და სასურველი ნარატივების შექმნის და ამ ნარატივების სასურველი მიმართულებით განვითარების ხარდაჭერა და თანადგომა. შესაბამისად FSB გამომდინარე იქიდან, რომ სამართლებრივად იგი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ ოპერირებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ ეფექტის საკვანძო დანაყოფია, რომელიც ასრულებს სადაზვერვო ამოცანებს, ხოლო SVR-ი, ეგრეთ წოდებული საგარეო დაზვერვის სამსახური და დაზვერვის მთავარი სამმართველო, თავდაცვის ხაზით, ისინი ოპერირებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთი პოლიტიკური დაზვერვის ნაწილში, მეორე სამხედრო დაზვერვის ნაწილში. ოღონდ სამხედრო დაზვერვა და პოლიტიკური დაზვერვა არ მინდა გაიგივდეს, რომ ეს არის მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება. ეს არის მწვავე ოპერაციები, ეს არის რეკრუტინგი, ეს არის აგენტურული ბაზის შექმნა, ეს არის ცალკეული პროექტების ინიციირება, მხარდაჭერა და განვითარება, მათ შორის სხვადასხვა კონტინენტებზე თავის დროზე წარსულში და ალბათ მომავალშიც სხვადასხვა ტიპის სასურველი პოლიტიკური პროცესების ინიციირება, მოსე მართვა სასურველი ფიგურების მოყვანა კონკრეტულ პოზიციებზე, მათი მხარდაჭერა, თუ გავიხსენებთ აგერ ვაგნერის ოპერაციას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ვითარდებოდა, დარწმუნებით შემიძლია თქვა, რომ იყვნენ წარმოადგენლები, მათ შორის რუს ოფიცრები, რომლებიც თანამშრომლობენ ადგილობრივ ხელისუფლებებთან სხვადასხვა კონტინენტებზე და მათი ამოცანა იყოს რუსული სამხედრო პოლიტიკური თუ სპეცსამსახურების ინტერესების გატარება სხვადასხვა ქვეყნებში და
პოლიტიკური ელიტის დაკვეთის აღსრულება მათ შორის გაუძლებელი მეთოდებით. დასავლეთში დასავლური გამოცემები ხშირად წერენ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით 2025 წლის ბოლოს გააქტიურდა ეს მინიშნებები, რომ რუსეთი აქტიურად ახორციელებს რეკრუტირებას ესე იგი დასავლურ ქვეყნებში აგენტების. თუმცა ამავდროულად პარალელურად იგივე 2025 წელსვე ისეთი ოპერაციები იგეგმება რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც წესით არ უნდა გამოპაროდათ რუსულ სამსახურებს თუ კარგად მუშაობენ. ავიღოთ ისევ იგივე მაყურებლისთვის ჩვენი გამომწერებელი აბლაფუდას ოპერაცია. მოდით დავიწყოთ რა იგულისხმება რეკრუტირებაში, ამავდროულად მინდა შეგახსენოთ Telegram არხებზე გამოჩნდა ქართულ სივრცეში გამოჩნდა ბანერები 2025 წლის ბოლოს, სადაც საქართველოს მოსახლეობას თავაზობდნენ მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ რუსულ ჯარში სამსახურს. ესეც საინტერესო კომპონენტი არის ალბათ ამ დიდ ჯაჭვში, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ამ ჯაჭვის და როგორ ახდენს რეკრუტირებას, რა იგულისხმება რეკრუტირებაში და აი ძალიან მარტივ ენაზე და დილეტანტურ ენაზე რომ ვთქვათ, როგორ არის დასავლეთის მიმართულებით რუსეთი ძლიერი იმ დროს, როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე უმნიშვნელოვანესი ოპერაციული ჩავარდნებია. ხო, ახლა სპეცსამსახურებში ჩავარდნები თუ არ არის, მაშინ უფრო დიდი ჩავარდნა, ანუ პირდაპირ თქვი, ძალიან გულწრფელად ვიტყვი, შესაბამისად ჩავარდნები გასაკვირი არ არის. და ჩავარდნელი მოსალოდნელი არის ოპერაციების დაგეგმვის დროს პირველი რაც უნდა იფიქრო რომ ეს ოპერაცია რო ჩავარდება უკან გამოსვლის რა მექანიზმი შეიძლება გქონდეს ის რომ ევროპული ქვეყნები და დასავლეთის ქვეყნები რომლებიც დღეს გემდუნებიან უკრაინის აქტიურ მხარდამჭერებლად პოლიტიკურ სამხედრო თუ სხვადასხვა ტიპის მიმართულებებზე წარმოადგენს რუსეთის სადაზვერვო ორგანიზაციების დაინტერესების საგანს ამაში გასაკვირი არაფერი არ არის საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ასე თქვა, დასავლური სამყარო მუდმივად იყო რუსეთის კი არა და საბჭოთა კავშირის სადაზვერვო ორგანიზაციების ძალიან დაინტერესების ობიექტი. ამას ისტორიულად აკეთებდნენ, გამოსდიოდათ, ჰქონდათ დიდი წარმატებები და სამწუხაროდ დღესაც აქვთ ალბათ გარკვეული ტიპის წარმატებები. თუნდაც თქვენს მიერ ახსენებენ ფაქტი, რომ პოლონეთში და აკავეს ჯაშუში, ეს არის ალბათ ასე თქვა, პოლიტიკური გადაწყვეტილება პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა, შიდა უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ალბათობით ამის შესახებ გარკვეული პერიოდის წინ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, უბრალოდ დღეს დაჭირდათ პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან და აქტიურობიდან გამომდინარე, გარკვეული რეაქციის ჩვენება რუსეთისათვის და გადადგეს ეს ნაბიჯი. რაც შეეხება აბლაბუდის ოპერაციას, აბლაბუდის ოპერაციაზე ასე თქვა, სამართლებრივი და ოპერატიული პასუხისმგებლობის დიდი წილი მოდის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე. რომელშიც შედის კონცენტრაციული საქმიანობის ასე თქვა ძირითადი ამოცანების დასახვა და განხორციელება. რუსეთის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ამ შემთხვევაში უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციაზე პასუხისმგებლობა არის უშუალოდ FSB-ს კისერზე. ეს მიანიშნებს იმას, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის სპეცსამსახური კი არ ვითარდება, არამედ განისაზღვრება, არსებობს უამრავი ხვრელი არსებობს უამრავი სუსტი ადგილი, რომლითაც ჭკვიანურად ისარგებლეს მოწინააღმდეგე სპეცსამსახურებმა და ამ არხების გამოყენებით უზრუნველყოს ამ უნიკალური ოპერაციის ჩატარება. თავისი არსით წასაკითხად და მოსასმენად ეს ოპერაცია, ასე თქვა, მარტივად გეჩვენება რაღაცა მოხდა და რაღაცა სტრატეგიული მომდამშრომლობის რაღაცა 30% განადგურდა. სინამდვილეში ოპერატიული თვალსაზრისით თუ მიუდგებით, ეს არის ძალიან მაღალი დონის, საჭიროებს ძალიან მაღალი დონის დაგეგმას მასში უმაღლესი მდობით მოსაგებია ფიგურანტების მონაწილეობას ამ ყველაფრის ამების დონეზე გათვლას ისეთი ან საუკეთესო ისტორიული მნიშვნელობის ისტორიული ოპერაცია შეიძლება ჩაითვალოს ის რაც გააკეთეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა და კოლეგებმა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს პირდაპირ მიანიშნებს მინიმუმ სამხედრო კონტრსადაზვერვო სისტემის მოშლაზე რუსეთის ფედერაციაში და სარეჟიმო ობიექტების დაცვის, სახელმწიფო საიდუმლოებო ობიექტების დაცვის მიმართულებით უდიდეს ჩავარდნას. ახლა ძალიან ძნელი ალბათ ამ ოპერაციის შემდგომ გარკვეული ტიპის ზომები იქნებოდა მიღებული და გააძლიერებდნენ გარკვეული გენერალი აგერ დაუწყდეს გიჟი. ხო ეგრეა, როდესაც სისტემა ირღვევა, იშლება და ლუყება ბოდიში ამ ტერმინის გამოყენებისთვის, მაშინ ძალიან ძნელია ეს ასე თქვა მკაცრი ხელი და სისტემური მიდგომა შეინარჩუნო ყველა მიმართულებით, სადღაც გაზდი მოთხოვნა სადღაც შეგისუსტება, იმიტომ რომ დღეს რუსეთი განიცდის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვადასხვა ტიპის პრობლემებს
ისეც რომელსაც სავარაუდოდ არ ელოდნენ და შესაბამისად ძალიან ძნელი ამ ბალანსის დაცვა. კიდევ ერთხელ ამ გენელის მკვლელობას მცდელობა მიანიშნებს ჯერ მისი სამსახურის შიგნით პრობლემის არსებობას, ვინაიდან ასეთი გავლენიანი ფიგურის მიმართ ასეთ პირობებში ასეთი ტიპის მოქმედების განხორციელება პირველ რიგში არის მისი სამსახურის, ასე ვთქვათ, ჭალებში დამსახურება, შემდგომში იმ სახელმწიფო უწყებების დამსახურება, რომელსაც ევალებათ უმაღლესი სამხედრო პოლიტიკური თუ სხვა საიდუმლოების მატარებელი პირების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისად ზოგადად ჯამში ვთქვათ სისტემის მორღვევა და მოშლა. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის იმ დონემდე მორღვეული და მოშლილი, რომ შესაბამისად მას არ აქვს იმის რესურსი და თავის თავი დაიცვას, რა უნდა აქვს, მაგრამ თუ მოწინააღმდეგე იჩვენებს ეს სიტუაცია, რომ თუ მოწინააღმდეგე გეგმავს სწორად, კლასიკურად და ასე გასხურგიოზურად მას შედეგი გამოსცეს. ეს არ არის ერთადერთი გენერალი, ჩვენ ვიცით, რომ სამხედრო ფრონტზე, ფრონტის ხაზზე უამრავი გენერალია ლიკვიდირებული სხვადასხვა ხორბლებში და ბრძოლას ეს შედეგი მოაქვს, მაგრამ ეს იმას მიანიშნებს, რომ მოწინააღმდეგე იზრდება, ამ შემთხვევაში უკრაინაზე ნახსაუბარი და საკმაოდ კარგად ოპერირებს და სარგებლობს იმ ხარვეზებით, საბედნიეროდ იმ ხარვეზებით, რომელიც გააჩნია რუსეთის უსაფრთხოების სისტემას ჯამში ერთად არაკეთებს. მე მინდა ამიერკავკასიაზე გადმოვიტანოთ საუბარი და ის რაზეც ვისაუბრეთ, რომ აი ამიერკავკასიაში რუსული გავლენა მცირდება, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად ინტერესი გამოხატა აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით, ესე ტრამპის მარშრუტი და ასე შემდეგ. ხედავთ, რომ ეს ორივე ქვეყანა, სომხეთიც და აზერბაიჯანიც, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში სულ მცირე ვთქვათ, ცდილობენ გაამყარონ კავშირები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკა, რომელიც ასე ვთქვათ, ინტერესების სფერო და ასახელებს ღიად სტრატეგიულ დოკუმენტებში, ბოლო პერიოდში რაც გამოიცა, დასავლეთ ნახევარსფეროს, პრაქტიკულად ხედავთ, რომ აღმოსავლეთ ნახევარსფეროშიც ინტერესები აქვს. საკმაოდ დომერენებს. და ასეც იქნება აუცილებლად. და ამავდროულად ის საუბარიც, რომ ამიერკავკასიაში, როდესაც სომხეთში მაგალითად აქვს უდიდესი ბაზა, რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზა, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ბაზები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეც აქვს. და ამ კონტექსტში, როდესაც საუბრობენ დასავლეთში, რომ საქართველოში იზრდება რუსული სპეცსამსახურების გავლენა. მოდით თავიდან დავიწყოთ ესეთ კითხვას დაგისვავთ, რა არის საქართველოს გეოგრაფიულ არეალში რუსული დაზვერვის საყრდენი წერტილები. აქ საუბარი მაქვს ალბათ მოგდებოდით იმ ბაზებზე ძირითადად რაბად. არა მხოლოდ ბაზები, მასე კლასიკურად ვერ მივიდგებით ამ საკითხს, ასე თქვათ ასე. რუსეთის სპეცსამსახური საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენებს ყველა იმ შესაძლო პოტენციურ რესურსს, რის შესაძლებლობასაც მას საქართველო მისცემს. საქართველო ამ შემთხვევაში მაქვს საუბარი უსაფრთხოების სისტემა. ინტერესი საქართველოს მიმართ იყო, არის და იქნება. საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურები ახორციელებდნენ გადმობირებით და მწვავედ ოპერაციებს, ალბათ დღესაც ახორციელებენ და არჯერა ასეთი რამე დღეს არ ხდება, დაუშვებელია, აუცილებლად იქნება ეს ასე და სამომავლოდაც შეეცდებიან. ვინაიდან საქართველოს ჯერ მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს დაუკავშირდეს ევროკავშირს, გახდეს დასავლური ცივილური სამყაროს წევრი, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური ინტერესებთან, შესაბამისად ყველა რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რათა მისი ბაზა, როგორც პოლიტიკური, ასევე ოპერატიული ბაზა საქართველოში იყოს საკმარისი გარკვეული ტიპის ყელების ან მოქმედებების განხორციელებისათვის. ეს შეიძლება იყოს ცოცხალი ადამიანები, ეს შეიძლება იყოს ცოცხალი პროექტები, ეს შეიძლება იყოს ბიზნესში გავლენები, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკურ ჯგუფებში გავლენები, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში გავლენები, რელიგიურ წრეებში, მედიაში, საექსპერტო საზოგადოებაში, სპეცსამსახურებში, სამწუხაროდ თავდაცვის სამინისტროში, სადაც ამის რესურსი მიეწევა. ამის რესურსის მიცემის ერთადერთი მზღვეველი არის ადგილობრივი სპეციალური სამსახურების ეფექტიანი მუშაობა, როგორც საკუთარი ძალების გამოყენებით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში სწრაფი ინტეგრირება, რათა ჰქონდეს წვდომა იმ ტექნიკაზე, იმ ხერხებსა და მეთოდებზე, რასაც იყენებს რუსეთი
სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის ოპერაციების მასშტაბის ოპერაციების განხორციელებაზე. ჩვენ ვერ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ერთდროულად ვფლობდეთ ინფორმაციას და არც რესურსი გვექნება სხვადასხვა მიმართულებით რუსეთი რას აკეთებს, ანუ როგორი იბირება პოლიტიკურ აქტივებს, როგორ ქნის მედია აქტივს, როგორ ქნის გარკვეულ ოპერაციებს, გარკვეულ პოზიციებს ძალოვან ორგანიზაციებში და ასე შემდეგ. თუნდაც ის პოლონური ფაქტია, ხა თქვენ ახსენეთ ჩვენი ინტერვიუის დასაწყისში, ეს იქნებოდა კარგი შესაძლებლობა პოლონელ კოლეგებთან სასაუბრო თუ როგორ მოხდა ამ პირობებში, როგორ განახორციელა რუსეთის სპეცსამსახურმა პოლონეთში, სავარაუდოდ პოლონეთის თუ რომელიღაცა X ქვეყნის მოქალაქის რეკრუტინგი და რა მექანიზმი, რა ტექნიკა, რა ადამიანები, რა რესურსები იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ ეს ასე თქვა სადაზვერვო პოზიცია შექმნილიყო. ასეთი ტიპის ინფორმაცია სხვა ტიპის ინფორმაცია ჩვენ გვაძლევს იმ ინდიკატორებს, რომელიც შეიძლება ჩაუშვათ, ასე თქვა, ოპერატიული მომსახურების სივრცეში და მივიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც სამომავლოდ ჩვენ მოგცეს ჩვენ ქვეყანაში რაღაცა ტიპის ოპერაციებს, სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებით შესაძლებლობას. ძალიან კარგად იყენებენ რუსები ალბათ. მოწყვეტი ფაქტორია მოსახლეობის დამოკიდებულება, კეთილდანწყობები, რაღაცა პოლიტიკური ნიშნით თუ რა ვიცი, ენობრივი ნიშნით. ასევე ძალიან კარგად გამოიყენებენ კორუფციულ მომენტს, რომელიც არის ყინვალი მექანიზმი იმისათვის, რაც ადამიანი ჩაითრიო თანამშრომლობაში. არის და მიღებული პრაქტიკა მესამე ქვეყნის დროში იქნება, როდესაც ადამიანი ექცევა სადაზვერვო ორგანიზაციების მართვის ქვეშ, მან იგი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ თანამშრომლობს რომელიღაც X ქვეყანასთან სინამდვილეში ამ პროცესის უკან დგას რუსეთი, რუსული პოლიტიკური თუ სამხედრო სადაზვერვო ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, ტექნიკურ ნაწილში შესვლა უფრო ძალიან შორს წაგვიყვანს, ვიტყვი შეჯამების ნაწილში ვიტყვი, რომ თუ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა, ამ შემთხვევაში საქართველოში ამ საკითხზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. კონტრდა დაზვერვის დეპარტამენტი შექმნის იმ რეჟიმს, რომელიც მას მისცემს ინფორმაციასთან და პროცესთან ეფექტიანი დაპირების შესაძლებლობას, მას ექნება შესაძლებლობა გამოუვებინოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მწვავე, ნაკლებად მწვავე თუ საწყის ეტაპზე არსებული ოპერაცია. მიმართული რიგი აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელებისკენ თუ კონკრეტული ადამიანების რეკრუტირებისკენ. ბატონ შალვა, აგერ დასავლურ მედიაში ხშირად ხდება, თქვა პოლონეთის მაგალითად ბოლოს ეს რომ არ ნახოთ და გადავხედოთ უბრალოდ მარტივი საძიებო საშუალებებით ვნახოთ. ხშირად ხდება, რომ აი მაგალითად ბალტიისპირეთში დააკავეს რუსია გერბები, იქ გერმანიაში გამოაყენეს პირები, რომლებიც სავარაუდოდ თანამშრომლობდნენ რუსულ დაზვერვასთან. ამავდროულად რო გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, საქართველოს რამდენიმე ათეული წლის წინ იყო შემთხვევები, უფრო აი 2000-იანი წლების შემდეგ 2008 წლის შემდეგ მანამაც იყო ხშირად ხდებოდა რომ აი დააკავეს რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობის მიზნით პირები. მაგრამ ნუ ახლა ბოლო 10 წელია ერთი ესეთი შემთხვევა არ გვსმენია. იქნებ აღარ მოქმედებენ საქართველოში რუსული დაზვერვა. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, როგორც თქვენ გხედავთ ახლა, რომ რუსეთის სადაზვერვო ორგანიზაციები სხვადასხვა ჩემს მიერ ინტერვიუში ჩამოთვლილი და თქვენს მიერ ჩამოთვლილი ორგანიზაციები სხვადასხვა ფორმით აუცილებლად მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე. გამორიცხულია, რომ დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას რუსეთის სპეცსამსახურები სადაზვერვო პოზიციების შექმნის ან შექმნილი პოზიციების განვითარებისათვის არ იყენებენ. გამორიცხული. პრობლემა დგას შემდგომ საკითხში. ამ თემაზე პასუხისმგებელი, ასე ვთქვათ, სადაზვერვო ღონისძიებების ჩატარებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონდაზვერვის დეპარტამენტი. კონდაზვერვის დეპარტამენტი არის ის ძირითადი ორგანო ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში, რომელიც ვალდებულია შეკრიბოს კონსადაზვერვო კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო აქტივობებზე ინფორმაცია, მოახდინოს სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმირება, რათა სამსახურის ხელმძღვანელმა შემდგომში მიიღოს პოლიტიკური ნება გარკვეული ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით. თქვენს მიერ ჩამოთვლილი გასულ წლებში ჩამოთვლილი ფაქტებიც იგივე მექანიზმს და იგივე ეტაპებს გადიოდა, უბრალოდ კონკრეტულ მომენტში დგებოდა საჭიროება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ კონსადაზვერვო არხით შემოსული სადაზვერვო ინფორმაცია მოხდარიყო რეალიზაციაში და მოხდარიყო ღიად ან ფარულად ამ ინფორმაციის გამჟღავნება. კონსადაზვერვო საქმიანობა ეს არ არის არ ვაკმენებ არცერთ სხვა საქმიანობას, მაგრამ ეს არ არის ბრძოლა ნარკოტიკებთან ან
სიტყვაზე რაღაცა კორუფციასთან და ასე შემდეგ კონცენტრაციულ საქმიანობის შედეგად შენ საბოლოო ჯამში მიდიხარ დედაქალაქებს შორის არსებული პრობლემური საკითხის გადაწყვეტის ამოცანასთან. მე შეიძლება გადაწყვეტს ჯელტმენურად, ფარულად, ჩუმად, იყო ასეთ შემთხვევებში დეტალებში აწავალ, შეიძლება გადაწყვეტს საჯაროდ, ასე პერსონა ნონ გრატად გამოცხადებით და გაძევებით, ასეთი შემთხვევებიც იყო. დღეს რა ხდება? უცნობია, მეც მაქვს იგივე კითხვა, მაგალითად მოვიყვან მარტივ მაგალითს, როდესაც უკრაინაში შეჭრის შემდგომ მოხდა მობილიზაცია და რუსეთის მოქალაქეების რაღაც დიდი ნაკადი სექტემბრის თვეში მოაწყდა საქართველოს, სხვადასხვა ციფრი არსებობს მათ რაოდენობაზე, მაგრამ მინიმუმ 80,000 და მაქსიმუმ ალბათ 100-დან 25,000 მოქალაქე შეუძლებელი ამ ნაკადში არ ყოფილიყო რუსეთის სპეცსამსახურებთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული ადამიანი. იყო შემთხვევები ბათუმში სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავცელდა ვიდეოები, თვითონ რუსმა ასე ვთქვათ დევნილმა ამოიცნეს სამხედროები, მოქმედი სამხედროები რუსეთის. არ არის გამორიცხული და დიდი ალბათობით ამ ნაკადში სხვა შემთხვევები საერთოდ რომ დავიმეწოდა, თქვათ რომ საქართველოს რუსეთის სპეცსამსახურების ჭიდილი დაიწყო 22 წლის სექტემბრიდან სიტყვაზე ან მაისიდან. ამ ნაკადში აუცილებლად იქნებოდა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები. მოხდა თუ არა მათი ასე ვთქვათ გამოაშკარავება, მათ წინააღმდეგ რაიმე კონცენტრაციო აქტიური ეს განხორციელება, ჩვენ ამაზე საჯაროდ არ გვსმენია. თუმცა არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა რაღაცა ფარული გზებით ან მექანიზმებით ამ ხალხში ვიღაცები გამოავლინეს და გააძევეს ან დააკავეს ან აი სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ კითხვა. მოდი აი პოზიტიურად ვიფიქროთ. და საჯაროდ არ იჭერენ რუს აგენტებს და აი ფარულად ზღუდავენ მათ საქმიანობას და ფარულად ასე ვთქვათ აძევებენ და ნუ საზოგადოებისთვის არ არის ეს ცნობილი. ამის შესაბამისად ვიღებთ უნდა მივიღოთ რა შედეგი, რომ რუსული გავლენა შემცირდეს. რა არის რუსული დაზვერვისთვის, რა შეიძლება იყოს საქართველოში მიზანი და მიაღწია თუ ვერ მიაღწია? თუ ასე ვთქვათ, რიგითი ობილატელის პოზიციიდან შეხედოთ სიტუაცია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში რიგ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიაღწია. პირველად, ასე ვთქვათ, პირველ საკითხად ჩავთვლილი ჩვენს ევროინტეგრაციის გზაზე არსებითი დაპყრობლების შექმნა გამიზნულად თუ შეცდომით რა მნიშვნელობა აქვს, შედეგი გვაქვს ის, რომ ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული კონკრეტული ამოცანა, ქართული ხალხის არჩევანი, საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი არის შეჩერებული და არ არსებობს პერსპექტივა ამ საკითხის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში განდა. ეს იყო მისი ერთ-ერთი ამოცანა, ეს შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ. ხოლოდ ეს ამოცანაც კი საკმარისია იმის სათქმელად, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან მიმართებაში სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანის ერთი დიდი ნაწილი გადაწყვიტა. მან შეძლო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ნატოზე ხო საუბარიც აღარ არის რეალურად, ევროინტეგრაციის გზაზე ისეთი ტიპის შიდა პოლიტიკური თუ საგარეო პოლიტიკური პრობლემების შექმნა, რამაც არსებითად შეაჩერა საქართველოს ევროატლანტიკური გზა. ანუ გამოდის რომ რუსეთი ჰიბრიდულად მოქმედებს და წარმატებას აღწევს. რუსეთი ჰიბრიდულად მოქმედებს, აქ დასამალი არაფერი არ არის და მოქმედებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რის შესაძლებლობებსაც მას აძლევს საქართველოს როგორც სახელმწიფო. და კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ჩვენს მიერ დათქმას, თუ მიიცემთ უფრო მეტი შესაძლებლობას და აკეთებენ უფრო მეტს. გადავლენ უფრო აქტიურ, უფრო ქმედით ფაზაში. არ ვიცი რაში, რომ ფაზაში, ასე ვთქვათ, დოქტრინის თუ გეგმის მიხედვით დღეს რუსეთი საქართველოს რომ კონტექსტში და რა ნაწილში განეხილავს, მაგრამ მისთვის გაცილებით უკეთესი იქნება თუ უფრო მეც გააკონტროლებს, უფრო მეტის რესურსი ექნება და საქართველოს გამოყენებით გავლენას მოხდეს საქართველოს სხვა მეზობელი სახელმწიფოების საშინაო საგარეო პოლიტიკურ საკითხებს. დაუბრუნდებით თქვენს თემას სომხეთ-აზერბაიჯანის ნაწილს. სრულიად არ მიყვის, რომ სომხეთის მიმართ სიტყვაზე იყოს ეხა მომეტებული ინტერესი რუსეთის სპეციალური სამსახურების მხრიდან ვინაიდან გვესმის, რომ სომხეთში წელს ტარდება ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები, ეს არჩევნები განსაზღვრავს სომეხი ხალხის, ასე ვთქვათ, მომავალს უახლოეს პერსპექტივაში, შესაბამისად ჩართულობა პირდაპირ ირიბის სხვადასხვა რესურსების გამოყენებით აუცილებლად იქნება რუსეთისთან და შეეცდებიან გავლენა მოახდინონ შიგნით პოლიტიკურ პროცესებზე.
მათთვის ასევე მიუღებელია ბაქო და ერევნის აქტიური თანამშრომლობა, ურთიერთთანამშრომლობაზე. პრაქტიკულად ეს ისტორიული პრობლემა, რომელიც ამ ორი სახელმწიფოს ინდივიდუალ და რეგიონული განვითარების პროცესში უშლიდა ხელს, ეს საკითხი გადაწყდა, როგორც ისე გადაწყდა, არსებობს ამ საკითხის მშვიდობიანად განხარების უდიდესი და უნიკალური რესურსი, შესაბამისად ამერიკელების ჩართულობა რეგიონში, ასევე სხვა ქვეყნის ინტერესებში. სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ სომხეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს შემოფერხებელი იქნება რუსული, რა თქმა უნდა, სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენი წარსულიდან გამომდინარე და ზოგადად დამკვიდრებული პრაქტიკიდან ეს არ არის მხოლოდ თანამშრომლობა ფიცელზე, ეს არის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ეს არის გარანტიები ეკონომიკის მაგარშეში, საერთაშორისო ინვესტიციები. რა თქმა უნდა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ დავკარგეთ ამ ჩვენს მიერ გაუქმებული განცხადებებისა თუ პოზიციონირების გამო რეგიონში. ეს გამოსასწორებელი აუცილებლია. და მე მინდა თქვენს ნათქვამს მიუბრუნდე იმდენს გააკეთებენ, რამდენის უფლებასაც მივცემთ. მე მინდა ახლა გარკვეული შეფასება გთხოვოთ ბოლო პერიოდში უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე ძვრების შესახებ, ის რომ საფრთხების შეფასების დოკუმენტი 2011 წლის არის ბოლოს არის 2011 წელს 13-ში განახლებით. რაღაც განახდა, მაგრამ არ გამოიცა, ეს არის საჯარო დოკუმენტებზე არის, მინდა ჩვენს გამომწერებს უთხრა საუბარი. და არასაჯაროც არის, მაგალითად საბჭოთა უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშები და ჩემთვის რაც საყურადღებო იყო ბოლო ანგარიშში, პირველად ჩაიწერა, რომ დასავლური გავლენების გაზრდა და საფრთხეთ არაპირდაპირად დასავლეთის მოაზრება. მე მინდა სანამ ამ თემას მიუბრუნდებოდეთ, მიმოვიხილოთ უსაფრთხოების სისტემა. რა ნაკოლოვანებები აქვს? ასე ვთქვათ, აი ძამაკობთ, რის საშუალებას მისცემს რუსულ სპეცსამსახურებს, ან არ მისცემს ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურა. ვიცით რომ მოიცავს მრავალ კომპონენტს. უსაფრთხოების საბჭო გაუქმდა. უსაფრთხოების საბჭო არის გაუქმებული, კი ბატონო, გასული წლის აგვისტოს თვიდან ასეთი სისტემური ორგანო, რომელიც ამ საკითხებზე უნდა მუშაობდეს, არ არსებობს. თუმცა კიდე ჩაგეჭრებით, ბოდიში მოგიხდით, უსაფრთხოების საბჭო სანამ გაუქმდებოდა, იმდენი ამბავი მოხდა, რის გამო უნდა შეკრებილი იყვნენ და არ შეიკრება, რომ ეს იყო ორგანო, სხვათა შორის მათ შორის თავის დროზე დასავლელი პარტნიორების აქტიური რეკომენდაციითა და მხარდაჭერით შექმნილი სახელმწიფო ორგანო, რომელიც თავისი ფუძეზე არსებული თავისი ამოცანებით იყო ძალიან კარგი. ეს არის ასე იყო ნეიტრალური სათათბირო ორგანო, სადაც თავს იყრიდა სხვადასხვა პროფილის სამინისტროების სპეციალისტები იყრიდნენ და ხდებოდა აქტიური მსჯელობა იმ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობდა, როგორც ქვეყნის შინით ეს იყო კატაკლიზმები, მიწისძვრა, წყალდიდობები და ასე შემდეგ, ასევე უსაფრთხოების ბლოკი და საგარეო და საშინაო პოლიტიკური საკითხები. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ სტრუქტურულ ეთოში მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები მუშაობდნენ, შინ და უწყებდრივი თანამშრომლობა იყო იდეალურ დონეზე, თუმცა ის დოკუმენტები და ის საკითხები, რომლებიც შემდგომში საპარლამენტო დამტკიცებას და საჯარო განხილვას საჭიროებდა, ამ ეტაპამდე საკითხი არ მიგივიდა. რატომ ახლა დეტალებში ვეწავა. შესაბამისად ეს ორგანო გაუქმდა, ამ ორგანოს მაგალითად რა არის ეს და ვინ აიღო ამ ფუნქციის შესრულება. მე არ έχω შემთხვევაში ინფორმაცია. რაც შეეხება ვის შესაძლებლობას მივცემთ, ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი ფონდაზურის დანაყოფის ამოცანას მინდა 2 სიტყვით უფრო სიღრმისეულად შევეხო. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ფონდაზურის სისტემაში არიან კვალიფიცირებული კადრები, რომლებიც ხედავენ იმ ოპერატიულ სიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. იმიტომ მე ამ ფაქტებს მიმუშავე ამ ფაქტს ვიცნობ და მათ კვალიფიკაცია შეიძლება ამეყარება. საკმანძო ამოცანა არის პოლიტიკური ნება. ერთ-ერთ ქვეყანაში ერთ-ერთი კონსოლიდაციო დანაყოფი ვერ გადაწყვეტს ვიწყო ქვეყანასთან მიმართებით რაღაცა ტიპის მოქმედებების განხორციელებას თუ არ არსებობს დაკვეთა პოლიტიკური არაპირდაპირ სახელმწიფო ინტერესი და არ არსებობს პოლიტიკური გუნდის ხარდაჭერა, იმიტომ რომ პოლიტიკური გუნდის ხარდაჭერის გარეშე ეს დანაყოფი დამოუკიდებლად ვერაფერს ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე გამოავლინეს რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობა, ვერ გამოავლინეს მაგრამ მარტო რუსეთის, ალბათ სხვა სპეცსამსახურების მუშაობა, ალბათ არა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, ყველაფერი გადის პოლიტიკურ ნებაზე. თუ არსებობს პოლიტიკური საჭიროება, მაშინ ერხება ფონდაზურის დანაყოფის მიერ შეგროვილი ინფორმაცია რეალიზაციაში და ხდება სხვადასხვა ქვეყნებთან სხვადასხვა თემებზე ჯერტყენურად ღიად ან ფარულად გარკვეული საკითხების
ასე თქვა მოგვარება. ის რომ ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის მიმართ აწარმოებს სადაზვერვო საქმიანობას და მეორე ქვეყანა ხომ სადაზვერვო საქმიანობას, ეს პრაქტიკაში დამტკიცებული ფაქტია, თავარია ვინ ვის აჯობებს და როდის იქნება გამოყენებული ეს ინფორმაცია, რომელი ქვეყნის ამ მომენტ დედაქალაქის მიერ თავის სასარგებლოდ. და მე მინდა ეს მკითხოთ კიდევ სხვადასხვა ფორმით ბზარები, რა ბზარები აქვს საქართველოს უსაფრთხოების სისტემას უშევხედოთ უსაფრთხოების სისტემას, რა ბზარები აქვს და შეიძლება თუ არა ეს ბზარები კიდევ უფრო მეტი გავლენების მოპოვების საშუალებას აგზავნებს რუსულ სპეცსამსახურებს. რა თქმა უნდა. რაც უფრო სუსტია უსაფრთხოების სისტემა, მით უფრო მოქნილია შენი მოწინააღმდეგე. ფაქტია, თქვი კიდევაც, რომ რაც ვის შესაძლებლობა და ბზარები ეს მაგალითად ახალი კადრები, ახალი გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები, დასავლური სამყაროს ცოდნა და გამოცდილება, კავშირი საერთაშორისო ამ სამყაროს საერთაშორისო მეგობრობაში შენი აქტიური ვერ მონაწილეობა, შენი გზავნილის ვერ გატანა, შენი ხარდაჭერის ვერ მიღება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ტექნიკა, ცოდნა, განათლება, პოლიტიკური მდგენელი. სამწუხაროდ სპეცსამსახურების პირველი დამანგრეველი არის ის, როდესაც სპეცსამსახური გადაეცემა პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაზე და არა ეროვნულ ინტერესებში არსებული ამოცანების გადაწყვეტაზე. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც ერთდროულად თავმოყრილია ძველი, საშუალო და ახალი თაობა. ამ სამი თაობის კოაბიტაცია უნდა მოხდეს ისე მარტივად, რომ გათვალისწინებული იქნას თანამედროვე ხედვები, თანამედროვე მოთხოვნები, პრაქტიკა და ძველი გამოცდილება. ინსტიტუციური მეხსიერება. კი ბატონო, ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჩემს არსებული მონაცემებით, ეს ყველაფერი არის დაზიანებული მუდმივი რეფორმები, გაუმართლებელი რეფორმები, არაარგუმენტირებული რეფორმები. საერთაშორისო თანამშრომლობის ფაქტორის არარსებობა არის პრაქტიკულად დამღუპველი. ესე იზოლაციაში მოქცეული სპეციალური სამსახური, მისი განვითარების პოტენციალი არის პრაქტიკულად ნული. და დღეს სამწუხაროდ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა არის იზოლაციაში მოქცეული ის მთავარი მოთამაშეები, რომლებიც ქმნიან სადაზვერვო თუ უსაფრთხოების სფეროში სოფლიო ამინს, დღეს ჩვენთან შესაძლოა თანამშრომლობდნენ პროცენტული მაჩვენებლით მაქსიმალურ მინიმალურ პროცენტულ მაჩვენებელს. ვინაიდან დაკარგული იქნება ნდობა. ნდობა დაკარგული იქნება რიგი მიზეზების გამო. უცნობია სად მივდივართ. სახელმწიფოს რა აქვს ვექტორი, არ ვიცით. დაკავებულია უამრავი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლებსაც თავის დროზე ჰქონდათ თანამშრომლობა სხვადასხვა უმაღლესი დონის პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების სფეროში თანამდებობის პირებთან და დაკავებული არიან რაღაც რამზესაც არიან ყველასთვის ცნობილი, მაგრამ ეს ამცირებს ასუსტებს ნდობას საქართველოს უსაფრთხოების სისტემისათვის, როდესაც თავდაცვის მინისტრის მიმართ პრემიერ-მინისტრი ყოფილი, პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ ისის გარკვეული ტიპის ბრალდებები და მოქმედებები ჩანს. მაშინ გადაწყვეტილებებს სხვა ქვეყნის დედაქალაქები იღებენ, მათი დამოკიდებულებაც იქნება ფრთხილი, სადაც არის ფრთხილი დამოკიდებულება, იქ უკვე კლებულობს ინფორმაციის გაზიარების მასშტაბი. კლებულობს ინფორმაციის მასშტაბი, კლებულობს შენი ინფორმირებულობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, მე ხდები იზოლირებული, კუთხეში მიმოწრეული და გემატება გამოწვევი. იმიტომ რომ თანამედროვეობაში შეუძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობის აქტიური მოთამაშეებთან თანამშრომლობის გარეშე რაიმე ქმედების შედეგის მიღება განავითარება. და მე მინდა შეჯამების სახით ესეთი კითხვა დაგისვათ, აი ამ ყოველივიდან გამომდინარე, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ კი ის ტენდენცია, რასაც უყურებთ, ეს უსაფრთხოების მიმართულებით, იგივე ტემპით და იგივე მიმართულებით გაგრძელდება რეალური საფრთხე თქვენი საუბრეთ უკვე რომ მაგალითად იმდენი კიდევ შეიძლება უფრო გააქტიუროს შემდგომი ფაზა რას გულისხმობს ეს არ ვიცით, მაგრამ ცნობილი აქსიომაა რომ სანამ კინეტიკურ მოქმედებაზე გადავა მოწინააღმდეგე, მანამ ცდილობს ასიმეტრიული საშუალებებით რაღაცა ბაზისი გააკეთოს და ტყუილი გასროლის გარეშე აღასრულოს რესურსი არ დახარჯოს ეს. რის საფრთხის წინაშე არის ქვეყანა? უსაფრთხოების ნაწილში ვიტყვი, თუ ეს ასე გაგრძელდა, მე პირველ რიგში თუ დავკარგავ და ალბათ უკვე პრაქტიკულად მაგითქმის სიტუაცია ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს მათ ადგილს დაიკავებენ სხვა ადამიანები, სხვა უწყებები და სხვა სამსახურები, ეს ასე პრაქტიკა.
და ალბათ ისეთები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, სამწუხაროდ ეს ასე მოხდება. მეორე, გარღვეული დასუსტებული უსაფრთხოების სისტემა ქმნის დამატებით რისკებს სახელმწიფოში, დამატებითი სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ რა ვიცი, რასაც უნდა ვუწოდოთ, გამოწვევების შექმნას, განვითარებას და პლუს არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ტერიტორიაზე დგას მოწინააღმდეგე სამხედრო დანაყოფები, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, მით უფრო მარტივად გადაწყვეტენ მათი ძირითად პოლიტიკურ ამოცანებს. ახლა ბოლოს რუსეთისთვის სრულიად მისაღებია იზოლირებული, ჩაკეტილი და ცივილური საზოგადოებისა და მოწყობილი საქართველო, რომელიც სავსეა შიდა პოლიტიკური პრობლემები. იგი პრაქტიკულად არის მოღრიე წყალში და ნებისმიერად თავის სასურველი მიმართულებით წარმართავს და განავითარებს მისთვის სასურველ სცენარს. ამისათვის მას სჭირდება გავლენის ჯგუფები, ამისათვის მას სჭირდება გავლენის პირები, ამისათვის მას სჭირდება გარკვეული საინფორმაციო თუ მედია სივრცე და სჭირდება ადამიანები, რომლებიც შეასრულებენ მის კონკრეტულ ამოცანებს. რუსეთი ჩვენ არ შეგვეშებლა, რუსეთს მუდმივად ეკება ინტერესი, თუ დროულად ვერ გადავთვალოთ იმ ნაბიჯებს, აქ შეიძლება უფრო მეტი, ასე თქვათ, წერტილოვანი ჯგუფები, რომლებიც რუსეთს მისცემენ მისი ამოცანების განხორციელების შესაძლებლობას. დიდი მადლობა. ჩვენ დაგვაშორებენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. რაც ნაწილობრივ მიაღწიეს კიდევ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა რომ ალფა სიხშირის მაყურებელს და გამომწერებს გაუზიარეთ თქვენი აზრი. ჩვენ პერიგებლეთ შემთხვევით და ალფა სიხშირეს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ საუცხოო შრომისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ ჩვენი საზოგადოების ინფორმირებისათვის. ალფა სიხშირე არის ჩვენო გამომწერებო, ასე ვთქვათ, კედმაღობაში ჩამომართმევთ და მოწინავე მედროშე რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში და ჩვენი უკრაინელი ძმების მხარდაჭერის მიმართულებით. მადლობა რომ ვიყურებთ. არ დაგეზაროთ და არ გამოგჭეთ რომ გამოიწევოთ ჩვენი არხი და გვადევნოთ თვალი სხვადასხვა პლატფორმაზე. ჩვენ კიდევ გვპირდებით რომ შემდგომში კიდევ უფრო მეტი სიახლეებით შემოგთავაზებთ მიმოხილვებს.